საკვლევ საკონსულტაციო ცენტრის ფსიქოპროექტის მიერ ჩატარებულ კვლევებში გიორგი მარგველაშვილს გამოკითხულთა 57.6% უჭერს მხარს, დავით ბაქრაძეს 11.8%, ნინო ბურჯანაძეს 7.1%, გიორგი თარგამაძეს 1.7%, შალვა ნათელაშვილს 3.1%, ნესტან კირთაძეს კი 2%. კითხვაზე მიუხედავად თქვენი არჩევანისა, როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, 67%-მა უპასუხა, რომ გაიმარჯვებს გიორგი მარგველაშვილი. გამოკითხულთა 7% ფიქრობს, რომ დავით ბაქრაძე, ხოლო 5%-ის აზრით ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს. კვლევის შედეგების მიხედვით ამორჩეულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, ასევე მაღალი ნდობის ხარისხი დაფიქსირდა ცესკოსა და საარჩევნო ადმინისტრაციების მიმართ. წინასაარჩევნო კამპანიას სამართლიანად აღიქვამს გამოკითხულთა 80%, უსამართლოდ კი 4%. გამოკითხულთა 99% კი მიიჩნევს, რომ პოლიცია წესრიგს დაიცავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ დავინახეთ, რომ წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული საზოგადოების მიერ როგორც თავისუფალი, როგორც დემოკრატიული, როგორც სადაც არ არის ზემოქმედების კვალი, მაგალითად ხელისუფლების ზემოქმედების რომელიღაც პოლიტიკურ ძალას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, თუ ადამიანები თვლიან, რომ წინასაარჩევნო გარემო დემოკრატიულია, ის თავისუფალ გარემოში ტარდებოდა, ესე იგი, მაშინ შედეგებსაც მიიღებენ ისეც, რომ შედეგებს მიიღებენ ობიექტურად, რაც ჩატარდება. კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის დაკვეთით ფსიქოპროექტის მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის პიარ სამსახური. ბაკურ ბაკურაძის განცხადებით, ზურაბ ბიგბავა და მისი კომპანია კვლავ აგრძელებენ ფალსიფიცირებული კვლევებით ხალხის აზრის მანიპულირებას, რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის 7%-ს. ბაკურაძის თქმით, თუ მას არ უნახავს ბურჯანაძის დასკვნით შეხვედრებზე მოსული ხალხის რაოდენობა 7%-ს მხოლოდ თელავში დღეს საღამოს ნახავს. ამ განცხადებას ინტერპრეს ნიუსთან საუბარში ბურჯანაძის პიარ სამსახურის უფროსი აკეთებს. მისივე თქმით, ბიგბავას კომპანია დაკვეთის ინტერესებიდან გამომდინარე იმ კომპანიების რიგში ჩადგა, რომლებიც 40-50%-იანი ცდომილებით აქვეყნებენ შედეგებს. და კიდევ ერთი კვლევა ის ამჯერად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით ამერიკულმა კომპანიამ Greenberg Quinline Rosner Research-მა ჩაატარა. კვლევის შედეგები დღეს ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბაშაძემ გააცნო. მისი განცხადებით, კვლევის მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გარდაუვალია. ბაშაძე განმარტავს, რომ გამოკითხვა ოკუპირებული ტერიტორიების გარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2013 წლის 5-11 ოქტომბერს ჩატარდა. კვლევა ცალსახად უჩვენებს, რომ მეორე ტური ფაქტობრივად გარდაუვალია და ამას ალბათ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს თვითონ საარჩევნო კამპანიის პროცესში, რომ მეორე ტური გარდაუვალია. რატო ვამბობთ ამას? იმიტომ რომ მარგველაშვილს არ აქვს 50%-ზე მეტი, აქვს 50%-ზე ნაკლები. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ბაქრაძეს აქვს ამ კვლევაში 23%, რაც არის აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ პარტია ერთად რო ავიღოთ, იმათზე გაცილებით მეტი, რამდენჯერმე მეტი მათ მონაცემებზე და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ 18% არ აფიქსირებს თავის გადაწყვეტილებას. ფიზიკური ანგარიშწორებისა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებზე სამართლიანი არჩევნები მეექვსე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მათი დამკვირვებლების ინფორმაციით დაფიქსირდა პოლიტიკური მოტივით ზეწოლისა და მუქარის 2 ფაქტი ადგილი ჰქონდა. პოლიტიკური ნიშნით ანგარიშწორების 3 შემთხვევას, ასევე დაფიქსირდა საარჩევნო პლაკატების გაზრახ დაზიანების 3 ფაქტი და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა. დარღვევების შესახებ ლომჯარიას თქმით, უწყებათა შორის კომისიას უკვე აქვს ინფორმაცია და შესაბამის რეაგირებას მათგან და სხვა უწყებებისგან ელოდებიან. ნინო ლომჯარია ასევე ამბობს, რომ სტატისტიკის მიხედვით მათმა ორგანიზაციამ 300-მდე ინციდენტი, მოქმედი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში კი 60-მდე ინციდენტი დააფიქსირა. საბოლოო ანგარიში წინასაარჩევნო მონიტორინგთან დაკავშირებით შაბათს გამოქვეყნდება. ანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და მუქარის 2 შემთხვევა. ორივე შემთხვევა მომდინარეობდა საჯარო მოხელეებიდან და ისინი აიძულებდნენ პირებს, რომ ან თქვათ შეეწყვიტათ პარტიული აქტივობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, ხოლო მეორე შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე აიძულებდა საკრებულოს წევრს დაეტოვებინა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ასევე საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშწორების 3 შემთხვევა.